შავი მთვარე კირჩხიბის ზონაში მეოთხე სახლში, თეთრი მთვარე კირჩხიბის ზონაში მეოთხე სახლში როგორ მუშაობს? კირჩხიბი რა ენერგია არის? ეს არის ემოციები, გრძნობები, ეს არის ქალური ეგრეგორი, ქალური ენერგეტიკა გაგების, შეგრძნებების დონეზე. მისი ოპოზიციური ენერგია და ლილიც ყოველთვის ოპოზიციაში ვხედავთ. მეგობრებო, ეს ყოველთვის ოპოზიციური ენერგიასაც ავლენს, ჩვენს დავხვდივართ აქეთ-იქით ოპოზიციური ენერგიებში. რო არ გვინდა ლილიტი, ვიღებთ მის ოპოზიციას მერე, ხო? ანუ რო არ ვამუშავებთ. მაგალითად, მე რასაც ვაკორდები, აი კირჩხიბი რა არის მგრძნობიარე, ემოციური, უბრალოდ აი ვიღაცები რაღაცებს რო გრძნობენ, არაფერს არ ეუბნებიან, ჭკუას არ არიგებ, უბრალოდ უსმენ. და გრძნობ ამ ადამიანს და უბრალოდ ემოციურად აძლევ იმ სითბოს, რაც მას ჭირდება იმ მომენტში, ხო? აი ლილიტი კირჩხიბის შემთხვევაში არის საპირისპირო, თხის რქაში გადადიან, ან ეგრევე მოგვარება უნდა დაუწყონ და კი არ უსმენენ ემოციურად ადამიანს, ეგრევე დირექტივებს აძლევენ, ეს გააკეთე, ის გააკეთე. კლასიკურ ასტროლოგიაში რო არის ნათქვამი, რომ ახლა ლილიტი კირჩხიბები კარგი მშობლები არ არიან იდეაში. იჯაჭვავენ ან ძალიან და თხის რქულად განკარგულებებს იძლევიან, თან არიან ძალიან შიშრები, ოღონდ ყველაზე არ მაქვს ლაპარაკი, აი პოტენციურად ლილიტი კირჩხიბი ძალიან შიშარა. კლასიკური ფორმულა, ყველაზე ნეგატიური ფორმა ეს არის, როცა მე საერთოდ დაბლოკილი მაქვს ემოციები, საერთოდ ბლოკავს ხვის ემოციებს, ეს ყველაზე დესტრუქციული ლილის ვიძახი, ახლა ისეთ საყვალები არიან, ძალიან ბევრი მყავს ახლა ლილიტი კირჩხიბები და ძალიან გრძნობიარეები და ზედმეტად ემოციურებიც არიან, მაგრამ ყველაზე ნეგატიური ფორმა შეიძლება ეს გამოვლინდეს, რომ ებრძვიან ხვის ემოციებს, არ უყვართ ხვის ემოციების მოსმენა, გაგება, თანადგომა მაგალითად და რატომ? იმიტომ რომ საკუთარ თავშიც ესევე ბლოკავენ აი ამ ემოციებს, ძალიან ეშინიათ ამ შეგრძნებების, იმიტომ რომ თუ შეიგრძნო, იქ ზღვარი იკარგება, ხო? ეს ლილიტი ეგ არის, რომ ან აქეთ პოლუსში ვარ, თხის რქაში გადავდივარ და საერთოდ ვყინავ ჩემ ემოციებს და ხვის ემოციებსაც ვყინავ, კლასიკური ტოქსიკური პარტნიორული ურთიერთობები ლილიტი კირჩხიბის რა არის? აუფასურებს პარტნიორის ემოციებს, არ უსმენს, არ უდგება გვერდში, აქედან გამოყავს ეს პარტნიორი წყობიდან და ძალიან ესე წერია, რომ აი ვამპირიზმი აქედან მოდის. ანას ხისი ემოციებით იკვებება, ხისი ნერვების მოშლით იკვებება, იმიტომ რომ თითო ვერ ავლენს ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან გაუცნობიერებლად ხდება. ამიტომ წყლის ლილიტებთან ზოგადად თევზი და კირჩხიბი განსაკუთრებით, ნუსხების ნერვების მოშლა, ემოციური აფეთქება ვიღაცების და აქედან მე რასაც არ ცხოვრობ, იმას ვაცხოვრებ სხვას.